მომავალი წლიდან რუსეთი, რომელიც ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია, DGG-ს 20%-დან 22%-მდე გაზრდას განიხილავს. მშრალ ღვინოებზე აქციზის გადასახადი 113 რუბლიდან სავარაუდოდ 158 რუბლამდე გაიზრდება, ხოლო ცქრიალა ღვინოებზე 125-დან 160 რუბლამდე. აქციზის ზრდა დაგეგმილია სპირტიან სასმელებზეც. როგორ აისახება ის ქართული ღვინის ინდუსტრიაზე, რომლისთვის მთავარი გასაღების ბაზარი რუსეთია. სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ღვინის ექსპორტიდან ქვეყნის საერთო შემოსავლები მხოლოდ მცირედით შეიძლება შემცირდეს. დანაკლისი დიდი არ იქნება. ეს მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს ქართულ ღვინის ინდუსტრიაზე, რადგან ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ქვეყნისადმი გადადგმული ნაბიჯი. ანუ ეს მხოლოდ საქართველოსდან იმპორტირებულ ღვინოზე არ გაიზრდება და ეს აქციზი და DGG გაზრდილი იქნება ნებისმიერ ღვინოზე, რომელიც იმპორტირებული იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რუსეთის ბაზარზე. მე არ მგონია, რომ რაიმე ფაქტობრივი გარემოება მოხდეს და აისახოს ჩვენ წარმოებას. სექტორის წარმომადგენელთა მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ რუსეთის ახალი საგადასახადო პოლიტიკა საქართველოში მწარმოებელთა მხოლოდ იმ ნაწილს დააზარალებს, რომლებიც ეგრეთ წოდებული ცეხავიკური წესით ოპერირებენ და გამიზნულად რუსული ბაზრისთვის მუშაობენ, რომელთათვისაც ხარისხი პრიორიტეტი არაა და რაოდენობაზე არიან ორიენტირებულნი. როდესაც აქციზი და სხვა გადასახადები დაემატება, ბუნებრივი ფასი გაძვირდება და სავარაუდოდ გაყიდვების რაოდენობა შემცირდება ბუნებრივია. მაგრამ ეს იმოქმედებს იმ კომპანიებზე, რომლებიც ყიდიან რუსეთში ღვინოს. ეს ძირითადად არის დიდი კომპანიები. ქარხნებს ვეძახით ჩვენ ეს ხალხი და ყველამ ვიცით ეს ძირითადად ისინი არიან ორიენტირებული არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე, ყიდიან იაფ ღვინოს. იაფად ყიდიან, იმიტომ რომ დამზადება შესაბამისი იაფ ღვინოს. და უკვე სასაცილოა უკვე მე რამდენად ძევლად აძლევს საკუთარ თავს რუსეთის ბაზარს. ის რომ ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარზე გამოწვევებია 2025 წელი ნათლად აჩვენებს. შარშან აქციზის გასამმაგებამ რუსეთში ღვინის ექსპორტი მკვეთრად შეგვიმცირა. საქსტატის მონაცემებით წელს 8 თვეში საქართველოსდან ექსპორტზე სულ 165.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიტანეთ, საიდანაც 103 მილიონი დოლარი, ანუ 62% რუსეთზე მოდიოდა. წელს რუსეთში საქართველოსდან ღვინის ექსპორტი 24%-ით არის შემცირებული, რამაც ღვინის საექსპორტო კალათაში ჯამში 16%-იანი კლებაც განაპირობა. სპეციალისტების განმარტებით, ადგილობრივი ღვინის მეწარმე ბაზრების დივერსიფიცირებას უნდა ცდილობდეს და მთავარი საზრუნავი სარეალიზაციო კალათაში რუსული წილის მინიმალიზება უნდა იყოს. შეიძლება უფრო რთული შედეგი მოყვეს, როგორიც არის ქართული ღვინის, ასე ვთქვათ, პრესტიჟი და იმიჯი, იმიტომ რომ აღნიშნულ ბაზარზე შემცირება გამოწვეული სხვადასხვა საგადასახადო, ასე ვთქვათ, მიმართულებით ნიშნავს იმას, რომ იზრდება რისკი ფალსიფიკაციის. რჩება უცვლელად პრიორიტეტი, რომ 5-დან 8%-ზე მეტი არ გქონდეს რუსეთის ბაზარში წარდგინება, დივერსიფიკაცია. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამით ჩვენ არა მხოლოდ ვზრდით ჩვენს წარმოებული პროდუქციის, ანუ ამ შემთხვევაში ქართულ ღვინოზე ვსაუბრობ, ქართული ღვინის პორტფელს და სხვადასხვა ქვეყანას ვაცნობთ ქართული ღვინის პოტენციალს, რომელიც პირდაპირ პროპორციულია შემოსავლების ზრდასთან სექტორში, რომელიც ასევე გენერირდება აი ამ სოფლის მეურნეობის და მევენახეობის მიმართულებით და არასახარბიელოდ ფასდება ის ტენდენციაც, რომ ღვინის ექსპორტის რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ პოლონეთში გაყიდული ღვინიდან მიღებული შემოსავლები თითქმის 9-ჯერ ჩამორჩება რუსეთში გაყიდვების მაჩვენებელს. კიდევ უფრო მეტია სხვაობა რუსეთსა და ათეულში მყოფ სხვა ქვეყნებს შორის. მთლიანობაში რუსეთში იმაზე 1,6-ჯერ მეტი ღვინო იყიდება, ვიდრე ყველა სხვა ბაზარზე ერთად აღებული. ფაქტია, რომ როგორც მსოფლიო, ისე ქართული პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რუსეთი არასტაბილური ბაზარი ნაკლებად სანდო სავაჭრო პარტნიორია, რის გამოც პასუხისმგებლიანი ბიზნესი მასზე გათვლას არც უნდა აკეთებდეს.